ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები, მისი კოლეგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან და ისინი ბუნებრივია აპროტესტებენ სამართალდამცველების გადაწყვეტილებას დააკავონ ცნობილი პედიატრი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კარდიორევმატოლოგი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სულ რამდენიმე ასეულ მეტრში საქართველოს პარლამენტის შენობიდან ძმებ ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს გუშინ საღამოს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი. ათობით პოლიციელი იყო მისული, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, შინაგანსაკმარის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები მის დასაკავებლად და ის აიყვანეს საცხოვრებელ სახლში. სპეცოპერაციას უწოდებენ მისი კოლეგები, მისი აყვანის გადაწყვეტილებას. მათთვის გუშინ საღამოს არ იყო ცნობილი რა მოტივით იყო დაკავებული მათი კოლეგა, თუმცა უკვე მოგვიანებით შინაგანსაკმარის სამინისტრომ დაკავებიდან რამდენიმე წუთში საგანგებო ბრიფინგიც გამართა. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული და ასევე დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მას 2 მუხლით წარუდგინა ბრალდება, მათ შორის იყო სახელმწიფო უწყების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თუმცა პროკურატურა მისთვის მოითხოვს საპატიმრო გირაოს. სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს საღამოს შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეს ბრალდება მათი შეფასებით არის აბსურდული და ისინი საუბრობენ გიორგი ჩახუნაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მიიჩნევენ, რომ ის არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო რაიმე ძალადობრივ ქმედებაში მიიღო მონაწილეობა ან თავად ჩაედინა, როგორც მისი კოლეგები, ექიმები, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელსაც ეროვნულ ჯორჯია ესაუბრა დღეს საღამოს, აცხადებენ, რომ არაერთი მოქალაქის, არაერთი ბავშვის სიცოცხლე გადაურჩენია გიორგი ჩახუნაშვილს წლების განმავლობაში. მათ შორის ისინი მიუთითებენ, რომ შესაძლოა ამ გადარჩენილ პირებს შორის ყოფილიყვნენ იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც, რომლებმაც გუშინ გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. შეგვიძლია გიორგი ჩახუნაშვილის კოლეგების კომენტარებსაც მოусმინოთ ახლა პირდაპირ ეთერში. ადამიანს ასამართლებენ და ადამიანს აპატიმრებენ თავისუფალი სიტყვის გამო, თავისი შეხედულების გამო ამ ხელისუფლებიდან და მეც ვადასტურებ, არ მომწონს ეს ხელისუფლება და არ მინდა კოლაბორაციონისტული ხელისუფლება და არ მინდა კორუმპირებული ხელისუფლება ჩვენ ქვეყანაში. ბატონი გოგი, მე აგერ თქვი კიდევაც, ჩემი მასწავლებელიც კი თაობები ყავს გაზრდილი და ათასობით ბავშვი ყავს გადარჩენილი. და როგორც ამ კაცს მართლა ხელის გუზე უნდა ატარებდე, ეს კაცი ნებისმიერ სახელმწიფოში იქნებოდა საპატიო მოქალაქე, საპატიო ადამიანი. პირველად გეტყვით თვითონ გიორგი ჩახუნაშვილის შესახებ. ჩვენ ვართ სტუდენტობიდან მეგობრები, პირველი კურსიდან, უკვე ეს 50 წელზე მეტია. ამ ხნის განმავლობაში მისგან ერთი ზედმეტი სიტყვა, ერთი უხერხული სიტუაცია არ შექმნია. ყოველთვის მშრომელი, სწავლაზე მოწადინებული, დამთავრებისთანავე სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული, 2 დისერტაცია დაიცვა, ბევრი მრავალი ახალი შეძინა ქართულ მედიცინას, კარდიოლოგიის დარგში, სახელმძღვანელოები გამოუშვა, რომელიც არ არსებობდა აქამდე და არაჩვეულებრივი პატრიოტი. მისი პატრიოტიზმი გამოიხატება ქვეყნის სიყვარულში, მის მისწრაფებაში ევროინტეგრაციისაკენ, ყველა ქართველის უკეთესი და კეთილდღეობაში ცხოვრებისათვის ბრძოლაში და არავითარი მის ქმედებაში რაიმე კანონ გადახვევა ცხოვრებაში არ ყოფილა და არც იმ დღეს არ ყოფილა. ის როგორც ექიმი იდგა იქ და ეხმარებოდა ვისაც უჭირდა. გიორგი ჩახუნაშვილის კოლეგები მის მხარდასაჭერად სიმბოლურად თეთრი ხარალთებით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან და პერიოდულად პარლამენტის წინა ტერიტორიასთან კეთდება საინფორმაციო განცხადებებიც, ასევე კეთდება ექიმის მხარდამჭერი განცხადებებიც. ისინი ელოდებიან, რომ სწორედ საპატიმრო გირაოს, ანუ გირაოს გადახდის შემდგომ ექიმს გამოუშვებენ და ის შეუერთდება პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ საპროტესტო აქციას. მე ასევე გეტყვით, რა ვითარებაც არის საქართველოს პარლამენტის შენობასთან. მოქალაქეებს თავისუფლების მოედნის მხარეს აქვთ გაბმული სპეციალური დამცავი ლენტი. უკვე ბოლო 3 დღის განმავლობაში არის ესეთი სურათი. 9 აპრილის ქუჩა არის გახსნილი თავისუფლების მოედნის მიმართულებით და სატრანსპორტო ნაკადს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ისევ არ შეინიშნება ამ ადგილას და ეს უკვე ტრადიციაც იქცა ეს სურათი უკვე მე-4 თუ მე-5 დღის განმავლობაში, მხოლოდ თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ არის ერთი ეკიპაჟი მობილიზებული,
რომელიც არაძლევს ავტომობილებს გადადგილების საშუალებას პარლამენტის შენობასთან. სავარაუდოდ შინაგანსახმართა სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ აი ამ საგზაო მონაკვეთში, ანუ პარლამენტის შენობის კედლის გასწვრივ და ასევე ჭანტურიას ქუჩის მიმართულებამდე გადაკეტოს საავტომობილო მოძრაობა. მანამდე კი 5 ოქტომბერს შინაგანსახმართა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის შეკრება, რომელიც გაიმართება თბილისში საპროტესტო აქციის სახით, შეიძლება უწყებამ ჩათვალოს როგორც 4 ოქტომბრის მოვლენების გაგრძელება.